ჩემო ძირფასებო, ახლა გეტყვი თუ რა კავშირი აქვს შფოთვას არას ვერტკმასთან და წყენის დროს სათქმელის გამოუხატველობასთან. შევესწრები აგიხსნა მოკლედ. წარმოიდგინეთ სიტუაცია. გარკვეული მიზეზების გამო არ გვაქვს უნარი არას თქმის. როცა რამეს გთხოვენ, რისი გაკეთებაც არ გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით, ამით ჩვენს თავს ვაზიანებთ. წარმოიდგინეთ, რომ ესეთ უსუსულ მდგომარეობაში ვართ ყოველთვის. ამ დროს ჩვენი ტვინი ხვდება ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს. მე ვარ დაბალი რანგის ადამიანი და იძულებული ვარ გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც არ მინდა და ამ ფაქტს ვერსად გავექცევ. გამოდის, რომ ჩემი სოციუმში ყოფნა უკვე ასოცირდება ჩემს არასასიამოვნო განცდებთან, რასაც მოყვება შფოთვა. არავის უნდა აკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა და თან განიცადოს უსუსურობის განცდა. როცა ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო მაინც სოციუმში ვრჩებით, ჩვენი ტვინი ყოველთვის აღიქვამს საფრთხეს სოციუმში, რასაც დროთა განმავლობაში მოყვება შფოთვა როგორც დამცავი მექანიზმი ჩვენი ბრძენი ქვეცნობიერისგან. ამ შემთხვევაში ხშირად ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს დასაცავად იღებს ესეთ გადაწყვეტილებას: ტოტალური ან ნაწილობრივი იზოლაცია სოციუმისგან, რომ არავინ შემაწუხოს და ისევ ცუდად არ ვიგრძნო თავი. და თუ ამ ყველაფერს ემატება ზევიდან უუნარობა წყენის დროს სათქმელის გამოხატვის და საკუთარი თავის დაცვის, ხომ საერთოდ მორჩა ბედნიერი ცხოვრება. ასე რომ, ჩემო ძირფასო, ნუ იტანჯებ თავს. ჩაიწერე კონსულტაციას.